ხო და ვაგრძელებთ ადამიანური კომფორტის პიკის სერიებს, ეს წესით მესამე ეპიზოდია და დღეს განვიხილავთ Roborock Saros Z70-ს. გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. სანამ დავიწყებთ, მინდა გირჩიოთ, რომ Saros 10-ის განხილვა ნახოთ, რადგან Saros 10 და Saros Z70 თვისებებით და ფუნქციებით ძალიან გვანან ერთმანეთს. ამ ვიდეოს ლინკი აღწერაში იქნება ქვემოთ. თითქმის 8 სანტიმეტრის სიმაღლის ამ მტვერსასრუტს Saros 10-თან შედარებით პატარა 180 მლ-იანი მტვრის კონტეინერი აქვს. ელემენტის მოცულობა 6400 მAh-ია და სამუშაო დრო საშუალოდ 3 საათი აქვს. 22000 პასკალი შეწოვის ძალა 4 სანტიმეტრის სიმაღლეზე აცვლა მთავარი და გვერდის აჯაგრის სიმების ანტიდახვევის ტექნოლოგიით, ორი წრიული ფორმის ტილოს სველი წმენდისთვის, 69 მლ-იანი წყლის კონტეინერი, სადგამი დოკი, სადაც 2.5 საათში დაიტანება სწრაფი დამუხტვით, თავისით დაიცლება, გასუფთავდება, ტილოები დეზინფექცირდება, მაღალ ტემპერატურაზე და წყლით აივსება. სენსორები აქვს სივრცის აღქმისთვის და წინაღობების დასანახად. აპლიკაციასთან დაკავშირების შემდეგ შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტს დაამახსოვრებინოთ ნივთები და როგორ უნდა მოექცეს მათ. ჩაშენებული კამერით შეგიძლიათ თქვენ შინაურ ცხოველებსაც ადევნოთ თვალი და ფოტოების გადავლღოთ. ასევე აქვს ხმით კონტროლიც და შეგიძლიათ უთხრათ სად რა უნდა გააკეთოს. როგორც Saros 10-ის შემთხვევაში, ეს Z70-იც სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს და აღიქვამს რა აქვს წინ, რომ მერე შესაბამისად დაასუფთავოს. ძალიან შოკ. რუკასაც კი იმახსოვრებს თქვენ წარმოიდგინეთ. კარგი, ახლა მთავარზე გადავიდეთ. რობოტი ხელი აქვს, როგორც უკვე დასაწყისში ვთქვი და ეს არის game changer-ი. თუ სხვა რობოტი მტვერსასრუტები წინ მდებარე წინაღობას უბრალოდ გვერდსაუვლიან, Z70 გაშლის თავის ხელს და ამ წინაღობას გვერდით გადადებს. Roborock-ს თუ დავუჯერებთ, 300 გრამამდე სიმძიმის ნივთის აღება შეუძლია და ეს ნივთები არის ფურცლები, წინდები და ფეხსაცმელებიც კი. თან არა მარტო გვერდზე გადადებს და გაასუფთავებს იმ ადგილს, რადგან აპლიკაციაში თქვენ დაამახსოვრებინებთ ნივთების ადგილმდებარეობას, ეს წავა და მაგალითად ფეხსაცმელს თავის ადგილზე დადებს. სხვა ფეხსაცმელებთან. ფურცლებს, ხელსაცმელს და სხვა წვრილმანებს კი თავის ყუთში ჩაყრის. თავის ყუთს მოყვება. აი ხო გინახავთ კინოებში მწერლები ფურცლებზე რომ წერენ და რომ არ მოეწონებათ ეს საკუთარი ნაწერი და ამ ფურცელს რომ დაკუჭავენ და მოისვრიან სადღაც, აი ეს რობოტი წავა და თავისით გადააგდებს ეგეთ წვრილმან ნაკავს. ასეთი მშვენიერი გამოდგა Roborock Saros Z70, გამოდის რომ მარტო მტვერსასრუტის როლს არ ითავსებს და სადღაც შეიძლება ითქვას რომ სახლსაც დაალაგებს. ზოგადად ძალიან ბევრი რობოტი მტვერსასრუტი გვინახავს, მაგრამ Roborock-ის Saros 10 და Z70 განსხვავდებიან იმით ამ სხვა მტვერსასრუტებისგან, რომ მათი ავტონომიურობა არის შესანიშნავი. ისინი თვითონ გააკეთებენ ყველაფერს და თქვენ ხელის განძრევაც არ დაგჭირდებათ. აი წარმოიდგინეთ, სამსახურიდან სახლში მოდიხართ ძალიან დაღლილები და ფიქრობთ და გახსენდებათ, რომ სახლი გაქვთ დასალაგებელი, მტვერსასრუტი გაქვთ მოსასმელი და ძალიან გესიკვდილებათ ეს თემა. და ამ დროს გახსენდებათ, რომ ასეთი ძალიან კარგი მტვერსასრუტი გაქვთ სახლში, რობოტი მტვერსასრუტი, რომელმაც უკვე გასუფთავებული და გახვედრათ თქვენი სახლი. Roborock-ის ეს ორი რობოტი მტვერსასრუტი, Saros 10 და Z70 ამარტივებს ცხოვრებას, ყოველდღიურ ცხოვრებას და როდესაც ჩვენ შეიძლება დაგვეზაროს სახლის დალაგება, რობოტი მტვერსასრუტები თვითონ აკეთებენ ყველაფერს, იმახსოვრებენ რუკას, სველი წმენდა, მშრალი წმენდა, თავენ თავს თვითონ ვეულიან და ერთადერთი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ დოკი დავასუფთავოთ და წყალი დავამატოთ. ეს არის ადამიანური კომფორტის პიკი და სახლში მექნებოდა ძალიან დიდი სიამოვნებით. ეს ყო და ეს Roborock-ის Saros Z70 შეგიძლიათ აღწერაში ნახოთ ქვემოთ და მე ამით აგემშვიდობებით. ნახოთ.